ხო და მოგესალმებით მეგობრებო, ეს მე ვარ ისევ გიორგი, შეგიძლიათ გიგით ამიძახოთ და მოდი დღეს გავტესტოთ ჩვენი თემიდან ჩამოტანილი ყალიბები. ეს ერთი ყალიბი იყო, ერთადერთი, რომელიც ვერ გავასწორე რა მარტივად რო ვთქვათ, და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, ვერ გავასწორეს იმას გულისხმობ, რომ ცადე ფორმის დადება რაღაცა, მაგრამ მაინც ისეთი დარჩა და ეხლა როცა ჩავასხავ ზევიდან დავდება ამ შემთხვევაში ფიცარს და დავადებ სიმძიმეს, რომ სწორად დაიჭიროს. ეს ყალიბი ამ შემთხვევაში გასწორდა და უპრობლემოარი და წესი და რიგით ამ შემთხვევაში თვალით რაც უყურებ უპრობლემოა და დარჩენ მე გავარკვევთ, მაგრამ ზედაპირზე სწორზე როდებ ამ შემთხვევაში ძრა არ აქვს. ინგრედიენტები დღეს რა გვაქვს? აქ არის წყალი ცოტა, აქ არის ცემენტი, აქ არის შავი ქვიშა, ზეთი და ღრუბელი. ეს იქნება ჩვენი მთავარი ინგრედიენტები დღეს რაც დაგვჭირდება იმისთვის რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ მირებად საჭირო არის ხოლმე, უბრალოდ ამ მარტივად რო ვთქვათ, ამ სიგრძის რკინები არ მაქვს ხა დაჭრილი, რომ გავაკეთო და რეალურად ერთი სატესტო ფილისთვის არც დამჭირდება, მაგრამ თუ დავიწყე ყველა ვარიანტში ეგრეთ წოდებული კატანკები ან არმატურის ნაჭრები შეგიძლიათ ჩააყოლოთ ხოლმე მეტი სიმყარისთვის. ეს იქნება იდეალური ნაწილი. კარგი, მოდი დავიწყოთ ამ შემთხვევაში და როგორ გავაკეთებთ. პირველი ხელთათმანები დაგვჭირდება და 1-2-ზე პრინციპით გავაკეთებთ. 1-2-ზე პრინციპი ნიშნავს თუ ორი ქვიშა არის, ერთი ცემენტი იქნება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კაფჩით დავთვლით, თუმცა თვალის ზომითაც ახლა ძალიან კარგად შეამჩნევთ კონსისტენცია, რამდენად კარგი გამოდის და აქ უკვე წყალი ჩასხმული მაქვს და უბრალოდ ვამატებ ქვიშას, რაც დაგვჭირდება სავარაუდოდ. უბრალოდ ითვალეთ ხოლმე, რომ არ შეგეშალოთ. მაქსიმალურად ეცადეთ ხოლმე რომ გახსნათ. კი, ეხლა სახლში ვარ და მტვერი არის და პირბადი არის საჭირო, ეგ გაითვალისწინეთ აუცილებლად, რადგან ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა ყოველთვის. ესეც მესამე. ეხლა დრელში ერთება დამჭირდება და გავაგრძელებ უკვე მოზელვას, დამელოდეთ. ხო და ასე მეგობრებო, მოიზილა. ესეთი ვიზუალი ექნება ამ შემთხვევაში. მარტივად რო ვთქვათ, რატომღაც კამერა არ დამყვება? ესე. მოიზილა. კონსისტენცია კარგი არის. შეფარდება არის კარგი. თავარია ამ შემთხვევაში არაფერი დააძლევს და ესეთი მასა უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში. კარგი, ეს ყველაფერი გვაქვს. ხო და მთავარი კითხვა, რომელიც შეიძლება და ყველას ქონოდა, რა ჯანდაბა ჭირდება ამ ბიჭს ზეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ესენი არის პლასმასის ყალიბები, მეგობრებო, უკვე მოითხვარა. პირველ რიგში დავფერთხოთ და გავწმინდოთ. ყალიბები არის პლასმასის, შესაბამისად ამ შემთხვევაში იმისთვის მჭირდება, რომ პლასმასმა არ მიიკრას და ფორმა არ გაფუჭდეს. რეალურად ესაა მხოლოდ და მხოლოდ ზეთის დატვირთვა. იდეაში მარტივად რო ვთქვათ, მანქანის გამოხდილ ზეთს იყენებენ ხოლმე ამისთვის ეგრეთ წოდებულ გამოხდილს რა და უკვე გამოყენებულ ზეთს, რომელიც ჩამოღრული არის მანქანისთვის დიდი ყალიბებზე, როგორც კოლონებს აკეთებენ და ამ შემდეგ. და ეს ეხმარება ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ კოლონა არ დაიბზაროს და იყოს კარგი და ეხლა ვიწუწავე და ხელით დავისვარე ზეთით. რაც არ მოვეწონა, მაგრამ რა სიცავთ. ეგეთი საქმეა. კარგად გავჟღინთავთ ამ ღრუბელს, მეგობრებო. ზეთით. საკაიფოთ, მარტივად რო ვთქვათ, ქართული ჟარგონით და დავიწყებთ ამ შემთხვევაში მთლიანად იმ სივრცეების და გრაფიკული მხარის დაზეთვას, რომელიც ამ შემთხვევაში არის შიგნით. რომ იმ ადგილებში არ მიიკრას ჩვენი ბეტონი.
და ეს ფორმები რაც აქვს, გამოვიდეს ძალიან კარგი და მგონი რომ ესე ჯობია და პირდაპირ გადაუვარო. ეს არის თლიანი ამისი პროცედურა. უფს, წამიქცა. არა მარტო წამიქცა, ფეხზეც დამესხა. მოკლედ ყველაფერი ჩავიდინე, რაც კი შეიძლებოდა იმის გარდა რაც მინდოდა რა. და ძალიან სახალისო ჩანს, მაგრამ მე არ მეხალისება ზეთიანი ყოფნა. ეს ერთი, ეს მეორე, აქაც ჩავასხავ ხა, იმენდია ზედ არ დავისხავ ისევ, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ვეცდები. აი ესე, ოპა. მე შინია ტელეფონთან არ მივიტანო ახლოს რა. ტელეფონსაც არ გადავასხა. აი ეს გრაფიკული ფორმები, გრაფიკული უფრო არა, მაგრამ აი ეს გამოყვანილი ფორმები რაც აქვს, აქ ყველგან ცემენტი რო არ მიიწევოს, აი ზუსტად მაგისთვის ვაკეთებ აი ამ დანარჩენს. კარგი, გადავატაროთ, აქ ცოტა ბევრი მოგვივიდა. მაგრამ თავარია სწორი იყოს. ნუ აქ ამ შემთხვევაში მეორე მხარეს გამტარი არის და კუთხეებზე თუ გავუკეთებთ, რომ კუთხეებზე არ მიიკრას და ეგ არის. ეს 7 ცალი გამოდის აქ. კარგი. ეს მოვჭით. ხო და აი, ეხლა პირველ ყალიბთან გადავინაცვლებ. როგორც ხედავთ, უკვე მზად არის. მას არანაირი დამატებითი არაფერი არ ჭირდება. უფს. აქაც უკვე ყველაფერი წასმული არის. და მოდი, აი ეს ფორმა მომწონს და პირველი აემით მინდა რომ დავიწყო. პირველ რიგში ფორმას ვდებთ. ჩვენი მოზელილი ბეტონი ამ შემთხვევაში უნდა ჩავასხათ. იქიდან გამომდინარე, რომ ვიბრაციის აპარატი არ მაქვს, მაგრამ აი წონაზე ვგრძნობ, რომ უკვე თვითონ გასწორდა მგონი. აღარც კი დაგვჭირდება რაღაცის დადება ზევიდან. და პატარა ვიბრაციის აპარატი რომ მქონდეს ახლა, აი რაღაცა ეგეთი, აი ძალიან კარგად აი წვალების გარეშე გადავანაწილებდით ყველაფერს. თუმცა რაც არის ეგ არის. ეგ არის. ამ შემთხვევაში სრულად სწორი უნდა იყოს. ახლა შევეშვათ, აღარ შევეხოთ და ზედ დაიწვეთა ეგრევე, რაც ავხიკე მეორედან. მოკელეთ რა. კარგი, გავაგრძელეთ. ხო, დაძვი უფრესო მეგობრებო, აი ესეთი რაღაცები გამოვიდა. სწორი არის 1, სწორი არის 2, სწორი არის 3. ამ შემთხვევაში ხვალ უკვე წესით არიგით ეს მშრალი იქნება ისე რომ ყალიბიდან ამოღება შევძლებ და ხვალ უკვე განახებთ როგორ ვიზუალზე იქნება. მოდი ვნახოთ რა გამოვიდა თემუს ყალიბებიდან, რომელშიც მაქვს სულ 3-ვეში, არა 4-ვეში, 1 მაქვს, აი ბოლო როგორიც არის ეგეთი, აი ესეთი 2 ცალი 54 ლარი გადახდილი.